სტუდიაში ახლა უნდა მოვიწვიოთ თინათი ნიბლოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მასთან ერთად გავაანალიზოთ პროცესები. მოგესალმებით. საღამოშვიდობისა, თინათი, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. ეს შთამბეჭდავი მონაცემები არის, მართლაც უდიდესი წარმატება მართველი გუნდის, განსაკუთრებით დედაქალაქში, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მონაცემები დაფიქსირდა და ამის პარალელურად აი ჩვენ ვხედავთ ის, რაც დაემართა დედაქალაქის წინს მართლაც ულამაზეს და აი სიმბოლურ ადგილს, ყველასთვის საყვარელ ადგილს, სადაც ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები ერთი სიამოვნება იქ გავლა და ჩვენ ნახეთ აი რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ დესტრუქციული პროცესის შედეგად ეს ყველაფერი, ხო? თქვენ როგორ აფასებთ იმას, რაც გადაიტანა თბილისმა, აი რისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული და რა შედეგის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყავით? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა კანდიდატს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქართული ოცნების კანდიდატს გამარჯვება, მერებს და საკრებულოს წევრებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს. ბუნებრივია ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობასთან შეხვედრებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით სხვადასხვა უბნებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად და ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით ადამიანებისგან, რა დაკვეთა და რა მოლოდინები ჰქონდათ მათ თვითმმართველობის არჩევნებისგან. მინდა გითხრათ, რომ ის რაც 4 ოქტომბერს დაანონსა ჩვენმა ოპოზიციამ, თუ შეიძლება ამას ოპოზიცია დაერქვას, ეს არ იყო ამ ადამიანების დაკვეთა. ჩვენ საუბრობდით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს უფრო უკეთ ჩვენი ქალაქი და ჩვენ ხედავთ, რომ თბილისი წლიდან წლამდე ხდება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი, რომელშიც მილიონობით ტურისტი ჩამოდის, ხომ? და 4 ოქტომბერს ეს ადამიანები გამოვიდნენ და დაიწყეს საუბარი ზუსტად იმ ადამიანების სახელით, რომლებიც იქ არ იდგნენ. ისინი ჩვენ გვხვდებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე და ჩვენ საუბრობდით იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რაც დღეს დედაქალაქის გვერდით წინაშე დგას. და ადამიანებმა დაიწყეს, ოპოზიციამ დაიწყო საუბარი ზუსტად ამ ხალხის სახელით. ნუ არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ, ჩვენ წლიდან წლამდე ძალიან ბევრ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ძალიან მიმზიდველი გახდეს და ამ ადამიანებს უბრალოდ ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ, რომ ცეცხლი წაუკიდონ და ეს ყველაფერი გახადონ რომანტიზებული. ჩემთვის რაც ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ დღეს ახალგაზრდები რომ რაღაცას ცეცხლს უკიდებენ, ეს არის საამაყო და ეს არის რომანტიზებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. ახალგაზრდები არ ვიცი, რას ესაუბრებიან, რა კატეგორიის ადამიანებს ესაუბრებიან, რაზე ესაუბრებიან, მაგრამ პოლიციელს რომ ცეცხლს წაუკიდებ, ინფრასტრუქტურას რომ დააზიანებ. ჩვენ გვახსოვს შარშან თბილისში ახლად დარგული ხეები ამოთხარეს რუსთაველის გამზირიდან და ბორდიულებიდან ქვები ამოყარეს, რომ ესროლათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისთვის, ხომ? და აი ეს რეალობა და ეს სურათი მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოსწონდეს. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელი, ჩვენს ქალაქში მაცხოვრებელი, ხომ? და ჩვენ ნახეთ კიდე შედეგები როგორი დაიდო. ვინ არიან აქტორები, ვინც ამ პროცესის რომანტიზებას ახდენენ, ხო? ამაზეც მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ და ვინ უბიძგებს იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, რომელიც როგორც წესი წინა ფლანგზე აღმოჩნდებიან ხოლმე და შემდეგ მათი ვანდალიზმის შედეგებს იმკის ქალაქი. ვინ კურირებს ამ პროცესს და რა არის მიზანი საბოლოო ჯამში? ძალიან ცდილობდნენ, რომ პოლიტიკოსები და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამ პროცესს გამიჯნოდნენ და თითქოს ეს იყო ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული და ეს იყო საზოგადოების რაღაც ნაწილის მიერ ორგანიზებული პროტესტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის და მათი განაყოფების მხრიდან, მათ უბრალოდ შემდეგ ფარად დაიყენეს ახალგაზრდები და ბოლოს უკვე ეს პროცესი როგორც ჩანს აღარ მოეწონათ და საბოლოო ჯამში გაემიჯნენ კიდეს და ჩვენ ვნახეთ განცხადებები, ხო, მათი ლიდერების, რომ ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ სხვა მოლოდინი გვქონდა, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ხალხის რაოდენობა არ მოეწონათ, ალბათ უფრო მეტ ადამიანს ელოდნენ და რატომ ელოდნენ, არ ვიცი, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ქალაქს დავკეტავთ, გადავკეტავთ, გავიფიცებით, ყველაფერს დავხურავთ და არ ვიცი, ვის უნდა მიეცა მათთვის ხმა. მაგრამ ფაქტი არ ვნახეთ, ყველაზე ოდიოზური ფიგურა მურთაზ ზოდელავა, სააკაშვილის პროკურორი, წინ ლიდერად გამოიყვანეს და
ფარა დააფარეს ახალგაზრდები. Როგორც არ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, ყველანი ხვდებით, რომ ეს არის მართული იმ ძალის მხრიდან, რომელსაც უნდა რომ ეს ქვეყანა უბრალოდ დაღვიოს. ვისაუბროთ კიდევ ერთ ფაქტორზე, რამ განაპირობა ამ ადამიანების მარცხი, ხო? წეგანაც ახსენეთ, რა იყო მთავარი დაპირება ოპოზიციის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა და გავაანალიზოთ ეს პროცესი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხელისუფლება პირდებოდა, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რომელიც ყველა უბანს, ყველა ქალაქს შეეხება და პრინციპში ყველა მოსახლეს და ოპოზიცია პირდებოდა, რომ გადაკეტავდა ქალაქს, იქნებოდა გაფიცვები, არ იმუშავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ. მოდი ამ პროცესის ანალიზიც გავაკეთოთ. ნახეთ, თქვენ ახსენეთ ოპოზიცია, ხომ? ჩვენ რომელ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ? ოპოზიცია არის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან შედის საგნობრივ დისკუსიაში, საგნობრივ კამათში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ის იქნება ეს სახელმწიფოებრივი თუ შეიძლება საერთაშორისო. თქვენ გახსოვთ და არც ალბათ ჩვენს არც ერთ მაყურებელს არ ახსოვს ერთი საგნობრივი კამათი, დებატი, რომელიმე ფორმატში, სადაც ოპოზიცია ითხოვდა რაიმე კონკრეტულს. ერთადერთი მიზანი მათი ყოველთვის იყო ის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და რადგან ამას არჩევნების გზით უკვე აგერ ათეული წელია ვერ ახერხებენ, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ძალადობრივი მეთოდებით, დამხობის მეთოდებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე საკრებულოში 8 წელია უკვე საკრებულოს წევრი ვარ და მე არ მახსოვს არც ერთხელ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან თუ ისინი ბოიკოტის რეჟიმში არ არიან და აქვე მინდა გითხრათ, რომ 8 წლიდან 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მოწვევაში ნახევარ ჯერზე ისინი საერთოდ არ მონაწილეობენ თბილისის საკითხების, თბილისის შესახებ საკითხების გადაწყვეტილების პროცესში, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში და ერთადერთი სადაც ამ ადამიანებს ხედავთ, ეს არის ქუჩა, სადაც არ საუბრობენ, არ პირდებიან ადამიანებს არაფერს, გარდა იმისა, რომ ჩვენ დაგვამხონ და ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჩვენი საზოგადოებაც ხო გაიზარდა ამ წლების განმავლობაში და აღარ უნდა სიმშვიდე, უნდა მშვიდობა და უნდა მშვიდობიანი განვითარება, რომლის ერთადერთი გარანტი არის მოქმედი ხელისუფლება. ამიტომაც ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც თბილისის მუნიციპალიტეტში ჩვენ გვქონდა ბოლო წლების 2014 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. ოპოზიციას არ უყვარს საგნობრივი კამათი, მაგრამ ძალიან უყვარს სპეკულირება ეს მსხვილი ეროვნული მნიშვნელობის თემებით და ახლა მთელი მათი ნარატივი დაფუძნებულია იმაზე, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპის გზას, რომ რუსეთს აბარებენ ქვეყანას და ახლა გადასარჩენი არის სამშობლო. აი, როდესაც ამ ლოზუნგებით ახორციელებ იმ ვანდალიზმს, რომელიც საზოგადოებამ კარგად ნახა, წვავ დედაქალაქს, ცდილობს სახელმწიფო დაწესებულებაში შევარდნას. თქვენ რას ეტყოდით ჩვენ მაყურებელს? შესაძლებელია თუნდაც ძალიან კეთილი და კარგი იდეის განხორციელება აი ესეთი ძალადობრივი გზით სად მიყავს საზოგადოება აი ესეთ ძალადობრივ პროცესებს. ნახეთ, ერთის მხრივ ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპულ გზას, მეორეს მხრივ ქვებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს უბიძგებს საკუთარი ქალაქი დაანგრიოს, საკუთარ ქალაქს ცეცხლი წაუკიდოს. მე არ ვიცი რომელ ევროპაზე საუბრობენ ეს ადამიანები და უკვე ჩვენი საზოგადოებაც ხომ მიხვდა რაზე ვსაუბრობთ, არა რაღაც ჯგუფი ახალგაზრდების, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ წეღანაც საუბრობდა წინა სტუმარი, ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების რაღაც კატეგორია, რაღაც ჯგუფი არის მათი გავლენების ქვეშ ჯერ კიდევ და ვერ გააცნობიერა, რისთვის იყენებენ ამ ახალგაზრდებს და რომ არის უბრალოდ მათი ფარი იმ მიზნებისთვის, რისკენაც მიდიოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ბოლო მათი რაღაც მცდელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. დიდი მადლობა. თინათი ნიბლუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.